ვარ ანასტასია ჩახონაშვილი 10 წლის. სწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, კითხვა, საჭმელის გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს. ყველაზე ადვილი არის თვალის სახატვა. ყველაფერი არის ღია მწვანე. არ მიყვარს ყავისფერი. იმიტომ უშნოა ყველა ნახატს აფუჭებს. ჩემთვის კომფორტულია ფანქრებით ხატვა. მინდა კარგად ვხატავდე და გავყიდო ნახატები. თვითონ ნახატი ეღირება 35 ლარი. მე როცა მაქვს ფული, ვყიდულობ ტაბასკოშს. კარგი სათამაშო და ნერვს მიშვიდებს. ჩემი საყვარელი თამაში არის Roblox-ი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს გელოვანა. მე ასევე ძალიან მიყვარს კითხვა. კითხვა რომ დავიწყე, ვიყავი 10 წლის. ჩემი საყვარელი წიგნია ზღაპრების წიგნი. საყვარელი ზღაპარია კონკია. მე რო შემეძლოს გამოვიგონებდი ახალ დიდ ზღაპარს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია კატო, ყველაზე ჭკვიანია ტასო. ყველაზე ბედნიერი არის ნუცა კეკელიძე. მეორე ყველაზე კეთილი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო არდადაშვილი. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, თბილია, ჭკვიანი და უყვარვართ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ხატვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა გამოვსულიყავი ინგლისურის მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო 21 წლის. იმიტომ რომ მალე მინდა დიდი გახვდე. სახში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა რომ ყავდეს 2 ძმა და 1 დაიკო. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია გიგი. ის არის ხიარული, ჭკვიანი და ცოტა ნერვს მიშლის. როდეს მიშლის და როცა რამეს შევეკითხები, არ პასუხობს. ჩემი აზრით გიგი რო გაიზარდება, გამოვა გემის კაპიტანი. მამიკო არის სიმპათური, ხიარული და ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კრემიანი ნამცხვარი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის კრემიანის ფუნჩიკი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხაჭაპური. სხვადასხვა მე ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. პირველი საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმება არის მარტო სახში. ჯადოსხუმი ოჯახი რომ მქონდეს მილიარდერი გავხდებოდი. პირველში დავახმარებ დედას და ყველაფერს ვყიდი. პირადად ჩემთვის ვიყიდი 6 სართულიან სახლს. სამგზავროდ მინდა წავიდე იტალიაში. ყვავილებიდან მე ვქავარ იას. იმიტომ რომ ჩემსავით ლამაზია და საყვარელი. წინა ბავშვი დამეტოვა კითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია კარგი კომპიუტერი. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მე მგონია ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ჩემი ძმა, გიგი ჩახონაშვილი. ბედნიერება არის სეირნობა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.